მტკიცებულებს რაც შეიძლება და ჯერაც გაგვიცვალა ბრალდების მხარემ, შემიძლია თამამად გითხრათ, რომ იქ არ არის ირაკლის დანაშაულის ამსახველი რაიმე ფაქტი. თავად ირაკლი ბრალს არ აღიარებს და ღრმად არის დარწმუნებული, რომ მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, შესაბამისად არ არსებობს მტკიცებულება, რომელსაც თეორიულად მოიპოვოს ბრალდების მხარე და არსებით განხილვამდე ჩვენთან წარადგენს. რაც შეეხება ზოგადად ქართულ ოცნებას და მის პოლიტიკას, შეგვიძლია თამამად დაუძახოთ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა მათ მიმართ, ვინც ქართულ ოცნებას არ მოსწონს. ისინი არ ითვალისწინებენ არაფერს, არც ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას, არც იმას, რომ სახლში ყავს პირველი ჯგუფის ინვალიდი დედა, 87 წლის მეორე ჯგუფის ინვალიდი ბებია, რომელიც ცხოვრობენ ქირით, რომელსაც ეს ადამიანი უვლის მათი ერთადერთი მარჩენალი და დამხმარეა და რაღაცა შაბლონური დასაბუთებით ამ ადამიანებს ორთვიან წინასწარ პატიმრობას ურჩიან, თითქოს ეს არაფერი არის, რომ ორთვეს ცხოვრებისას პარავ ადამიანს, რომელსაც თეორიულად რაღაც დანაშაული ჩაიდინა და არანაირი ამის დამადასტურებელი რეალური მტკიცებულება არ არსებობს. ყველანი ციხეში შეგვიძლია დავარქვათ აი ამ პროცესებს და ძალიან მცირეა იმ და თანაგრძნობა კი რა თქმა უნდა საკიდაც ირაკლი კობახიძემ. შეგვიძლია დავარქვათ ყველანი ციხეში, იმიტომ რომ უმეტეს აბსოლუტურ უმრავლესობას გირავთი არათავისუფლებენ და მათ წინააღმდეგ იყენებენ აფროთის ღონისძიების სახით ყველაზე მკაცრ ღონისძიებას, პატიმრობას, რომელიც აქვე მე რა პროცესებს ვიყავი ადვოკატი, არ გახდათ სათანადოდ დასაბუთებული. ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ეხა ადამიანობას თუ გამოაცლი სამართალს, ადამიანურ ფაქტორს თუ გამოაცლი სასამართლოს და თანაგრძნობას თუ გამოაცლი, იქ უკვე მე ფიზიკურად შეუძლებელია სამართლიანობის აღდგენაზე ლაპარაკი და ზოგადად სამართლიანობაზე ლაპარაკი. ეს არის რობოტების სამართალი, ეს არის მხოლოდ რაღაცა დაწერილი და წავიკითხო და ისე გავიგოთ როგორც არის. ეგეც რო იყოს, მაგ ნაწილშიც მართალი ვართ, მაგრამ იმის იქეთ ადამიანურობა ხონდა პრიორიტეტი ჩვენი ადამიანი იქნება, როცა 2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდნენ. და დღეს რას აკეთებენ? აკეთებენ იგივეს, ოღონდ იმ ჯგუფზე, რომელიც მათ არ მოსწონს. პოლიტიკური მართლმსაჯულების ინსტრუმენტი როგორც იყო სასამართლო, ისე არის დღესაც. და თუ ადამიანები ამას გვიმტკიცებენ, რომ 15 და 20 წლის წინ ხედავდნენ უსამართლობას და იღებდნენ ხმა, ძალიან რთული დასაჯერებელია ჩვენთვის, რომ 15 წლის შემდეგ ვიღაცას უსამართლობის განცდა იმდენად დაუჩუნდა, რომ ვერ ხედავს რას აკეთებს ქართული ოცნება და ამაზე არ იღებს ხმას, ასე რომ ის გულმხრივალი მხარდამჭერები, რომლებიც ყავს ქართულ ოცნებას და რომლებიც ხრებითაც რაღაცა ის ხელისუფლება მოიტანეს თავის დროზე 2012 წელს და ამბობდნენ, რომ აი რა ცუდი რაღაცები ხდება, ეს ყველაფერი უნდა დავამარცხოთ, როგორ შეიძლება დღეს ვერ ხედავდნენ იმ მარაზმს, რაც ტრიალებს ამ ქვეყანაში. სხვათა შორის დღეს კობახიძე ამბობდა და აქამდეც იყო ვიდრე 4 ოქტომბერი დადგებოდა ეს მუქარა ნარევი თუ გაფრთხილებები, რომ ყველას დაკავება მოხდებოდა. დღესაც ასეთ რაღაცას ამბობს, რომ მორალური პასუხისმგებლობა ეკისრება აბსოლუტურად ყველას, ვინც იყო მისული 4 ოქტომბერს. რაც შეეხება სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ყველა ვინც ძალადობაში იყო ჩართული, იცით რომ მათ მიმართ სამართლებრივი ზომები მოქმედებს. თუმცა როგორ შეიძლება რომ 50-მდე ადამიანი აი ამ მძიმე დანაშაულში აი ამ 4 მუხლში გაასამართლო ნებისმიერი, ვინც ძალადობას ჩადიოდა, ვინც მიუახლოვდა ათონელის სასახლეს, ვინც რაღაც ხვის დასახმარებლად გაიწია თუ ასე შემდეგ. აი ცდილობს თუ არა ქართული ოცნება, რომ მართლაც ამ ძალადობით, რაც იყო ძალადობრივი მოვლენებით, გაამართლოს ყველას დაკავება, ვისი იდენტიფიცირებაც შესაძლებელია. ჯერ ერთი ჩვენ თუ რა მიზანი აქვს საბოლოოდ ამას? ჩვენ თუ საუბრობთ დამნაშავების დასჯაზე, მაშინ საკმაოდ სამწუხარო სურათი იხატება, გამომდინარე იქიდან, რომ პრემიერი რომელიც არის ყველას პრემიერი, მარტო მისი მხარდამჭერების ხერა ყველასია, ყველა გადასახადებს ვიხდი, ყველას გადახდილი გადასახადებიდან ფინანსდება ყველაფერი ის, რასაც ჩვენი პრემიერი აკეთებს, ამ შემთხვევაში ირაკლი კობახიძე და როგორ შეიძლება ეს ადამიანები მოქალაქეებს თავის მომხრება და მოწინააღმდეგებლად ყოფდეს და მოწინააღმდეგეებს აგიქონდეს როგორც მტრეებს, მოწინააღმდეგეებს ემუქრებოდეს, მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ უნდოდეს მხოლოდ სამართლიანობის აღდგენა და არავის არ აინტერესებდეს უამრავი მოძალადე პოლიციელი, რომელსაც არც ერთი არ დასჯილა ტიტუშკები, რომელიც არც ერთი არ დაჯილა უამრავი სისხლის სამართლის საქმეა, რომელზეც გამოძიება არ მიმდინარეობს და თან შინაგან საქმეთა სამინისტრო 10ჯერ და 100ჯერ უფრო მეტ რესურსს ხარჯავს იმ ადამიანების პასუხისგებაში მისამაზე, ვინც ირაკლი კობახიძეს არ მოსწონს. ანუ ქართული ოცნების პროპაგანდისტის ხელშიც ეს სასროლი იარაღი უბრალო სანთებელა და მათი მოწინააღმდეგეების ხელში დროშა და ტრანსპარანტიც კი უკვე ძალიან საშიში იარაღია, რომლის გამოც ის ციხეში უნდა გაუშვან. ყველა ხო ხვდება სინამდვილეში, რომ სახელმწიფოს ორმაგი სტანდარტები აქვს.
ერთი ადამიანთან, რომელიც მათი მოწინააღმდეგეა და მეორე, რომელიც მომხრეა. როგორ შეიძლება ამგვარი სეგრეგაცია ფიზიკურად არ მისვლის და პლუს ამას, ვინც ამ ყველაფერს აკეთებს, იმ ადამიანის მხრიდან სამართლიანობაზე საუბარი, ძალადობის დარჯაზე საუბარი, როცა ერთის მხრივ გვაქვს მათი მიერ წაქეზებული მოძალადეები და მათი დაორგანიზებული ძალადობა და რომელზეც არანაირი გამოძიება არ ხდება. ყველამ ვიცით, რომ მართლა რეალური დამნაშავეების ზებნის ნაცვლად შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს გამალებით ეძებს ხალხს, ვისაც შეიძლება რომ რაიმე გადააბრალოს და ამით გააშოვოს პროტესტი. რაც შეეხება თვითონ პოლიტიკურ პროცესს და შედეგს, რაც დადგა 4 ოქტომბრის შემდეგ. ჩვენ წინა ბლოკში ყავდნენ სამოქალაქო აქტივისტები, რომელსაც ჰქონდათ ერთმანეთისგან განსხვავებული პოზიცია, ეს ფურცელი უნდა გადაიშალოს ახლა და პოლიტიკური ცხოვრება გაგრძელდეს როგორმე ახალი ძალით, თუ გადაიშლება თუ არა კითხვებზე პასუხის გაცემის გარეშე. თქვენ როგორ ხედავთ თავად 4 დღეს, 4 ოქტომბერს ამ დღეს და რა კითხვებზე უნდა გქონდეს პასუხი თუ კი არის ამის საჭიროება? ბევრი შეკითხვაა, რომელს პასუხის გაცემა სამწუხაროდ მე ყველაზე არ შემიძლია. ამ შემთხვევაში კარგი იქნება თუ ყველაფერს რა თქმა უნდა გაიცემა პასუხი და როგორ შეიძლება ვინმე თქვას, რომ არსებობს შეკითხვა, რომელზეც ჯობია პასუხი არ გავცეთ. არა, რა თქმა უნდა, ყველაფერს კარგი იქნება თუ პასუხი გაიცემა და კარგი იქნება თუ ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრებთ, სადაც ყველა სიმართლეს ილაპარაკებს და ლომი და ცხარი ერთად მოძღვენ ბალახს, თუმცა სამწუხაროდ ვიცით, რომ ამგვარი რაღაცები არ ხდება და ამის სურვილის ეხა ნაივური მგონია. არ მოხდება ეს ასე, იმიტომ რომ დიდი ხანია ამ ჩაკეტილ წრეზე ვტრიალებ. პოლიტიკური ცხოვრებას რაც შეეხება პოლიტიკური ცხოვრება ამ ქვეყანაში არ არის. დღეს პოლიტიკა თითქმის მკვდარია, პოლიტიკა არ კეთდება, ჩვენ ასე რაღაცა ასეთ ტელევიზიაში დავდივართ და ჩვენთვის საუბრობთ, ისინი თავისთვის საუბრობენ, სივრცე აღარ არის, სადაც შეიძლება რომ ოპოზიციას და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ინტერაქცია მოხდეს. ოპოზიციის წარმომადგენლები ვიცით, რომ ნაწილი ციხეში არიან გამოკეტილი და ისინი პაემაზე არ მიეკითხავენ და მით უმეტეს ამგვარი სივრცე არ არსებობს. აქ არის პრობლემა ეს, რომ პოლიტიკური გზა აღარ არის ეხლა თითქოს, რასაც ეს ადამიანები უნდა მიიღონ. ჩვენ ვამბობთ, რომ ჭირდება მებრძოლება სინამდვილეში მებრძოლი ამ ქვეყანაში იდეისთვის თავდადებული ადამიანი არის ძალიან ბევრი. ჩვენ გვჭირდება ხარისხიანი პოლიტიკოსები, რომლებიც გააკეთებენ მართლა იმას კითხვა, რომ მებრძოლები ვარ და მოიცა ხა ერთი წამი მაცადე მე ვიბძვი და როგორც შემიძლია ისე ვიბძვი, რატომ აკრიტიკება? არა, იმას ვიტყვია, რომ პოლიტიკოსები ვარ და პოლიტიკა ცალკე საქმეა, სამოქალაქო აქტივიზმი ცალკე საქმეა და ამ ხალხს კიდე არავის შემოძახება არ ჭირდება და ბევრი პოლიტიკოსი და ბევრი პოლიტიკურ პარტიაზე მეტი ცოდნა აქვს, ვინც იქ არის და მეტი გააზრებით გამოდიან ხოლმე რუსთავაზე, მით უმეტეს ვიცით ხალხი, რომ თავიანთი სიოცხე და ჯანმრთელობა გარისკეს და ფინანსური სტაბილურობა გარისკეს და ვიცით უამრავი ადამიანი, რომელსაც ასევე თავისუფლება გარისკა და დღეს ციხეებში არიან. ასე რომ თან ეხა რაღაცა ისეთი შეკითხვების დასმა რო მივედით და ხობე რატო დაგვხდა იმაზე მეტად მორყეული ვიდრე უნდა ყოფა, ან მაგარი ხობე რატო არ გაგვიკეთეთ პრეზიდენტის სასახლესთან და ამგვარი შეკითხვების არ მგონია რომ რაღაცა პროტესტისთვის და ზოგადად ამ პროცესისთვის იყოს კარგი. საბოლოო ჯამში ვხედავთ რომ რაც იყო არ თანამშრომლობა, მაგრამ ვერ მოიტანა ის. შეიძლება ეს ის სიურპრიზი იყო, რასაც აანონსებდა. არ ვიცი, ეხლა თუ ამბობდნენ ადამიანები რომ რაღაცა წავიდეთ პრეზიდენტის სასახლეში და იქ ვიღაც მივიდა და ხობეს დაეჯაჯგორა, იმიტომ რომ მარტივად შესულიყო და ხობე ვიღაცას გადაუჭრია, ჩვენ კი ყოფილა იქ ასე ვისაც ხობე გადაუჭრია, მაშინ იმიტომ რომ მარტივად უნდა რაღაცა დამტროლიყო ეგ ხობე. ნუ ყველაფერს რო თავი დავანებოთ, აქ არის პოლიტიკური გზის ნაწილი, რა პასუხსემე პოლიტიკოსი, რაც არ უნდა კარგად ილაპარაკოს საზოგადოება, რომელიც რუსთავაზეა შეკრებილი და რაც არ უნდა ჩვენ რაღაცები თქვას, პროპაგანდა მაინც იმას არჩევს და სარწმუნოდ რაც ლაპარაკობენ პოლიტიკოსები და რა გზა აქვთ ოპოზიციურ პარტიებს და ამისთვის კარგი იქნება თუ ან საბოლოო ჯამში მგონია რომ მაინც რაღაც ახალი უნდა დაიბადოს, იმიტომ რომ არ თანამშრომლობის სივრცეც კი აღარ დარჩა. თბილისი გამოეგლიჯა, თბილისი ვერ გამოეგლიჯა. ბოიკოტის გამო ქართული ოცნება ჩამოიშალა, ქართული ოცნება ვერ ჩამოიშალა. ეს იმას არნიშნავს, რომ ყურები უნდა ჩამოყარო და ეხლა უნდა თქვა, რომ სულ ამათმა გაიმარჯვეს და ამათი ეს ქვეყანა. არა, ქართული ოცნება ფიზიკურად ვერ შეძლებს იმას, რომ ააშენოს იმგვარი ქვეყანა, როგორც უნდა და თუ რაიმე სასწაულით მოახერხებენ, მე მაგის მართვას ვერ შეძლებენ. ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. შეუძლებელია, რომ ჩვენაირი თავისუფლების ხარისხი კონდეს საზოგადოებას და ამხელა თავისუფლება გამოცდილი კონდეს და მე ქართულმა ოცნებამ შეეძლოს ის, რომ ისინი ავტორიტარებში აცხოვროს. თუმცა აი პარტიები ოპოზიციურ ფლანგზეც პარტიებს უკვე აღარ აქვთ ერთმანეთთან თანამშრომლობის რესურსი. არა, თანამშრომლობის რესურსი ყოველთვის არის. რაღაცნაირად მათ შორის координация ახლა უფრო რთულია ვიდრე 4 ოქტომბრამდე. მე ვიცი რომ მაგალითად ძალიან რთულია координация ზურავ ჯაფარიძეს, ნიკა გვარამიას, ვაშაძეს და მელიას შორის, იმიტომ რომ ცალ-ცალკე კამერებში არიან და ერთმანეთთან კომუნიკაცია ძალიან უჭირთ, მათ ერთმანეთს არ ახვედრებენ. ეხლა ოპოზიციურ პოლიტიკურ
პარტიებთან რაღაც ის რომ აქ პრობლემა რომ აქვს და პრეტენზია რომ აქვს, იმასაც ვიაზრებ, რომ ამ ხალხის ნაწილი ციხეებში არიან და ფიზიკურად შეუძლებელია რომ ეხლა რამე გააკეთონ. რატომ არიან, როგორ მოხდნენ, შეიძლება თუ არა რომ რამე სხვანაირად გაკეთებულიყო, გასაგებია და სხვა საუბრის თემა, მაგრამ დღეს მივიღეთ რაღაც მოცემულობა, რა მოცემულობაში ჩვენ ვალდებული ვართ, რომ რა გონიათ შელე ახლა ყველაზე საუკეთესო ან ამ ვითარებაში ყველაზე კარგი რაც რა გზაც შეიძლება აირჩიოს პარტიებმა. ცივი გონებით შეხედვა და და ხელისუფლებასთან რაღაც დიალოგი ახსენენ თუ არავის არ უნდა ეს დიალოგი მე არა მე ხელისუფლებასთან დიალოგი არ მიხსენებ, ინტერაქცია ახსენებ და ზოგადად დიალოგი არ შეიძლება ადამიანთან, ანუ დიალოგი არის, როცა შენც რაღაცას იტყვი და ის გიპასუხებს და მე მგონია რომ ქართულ სემას ეხა არავისთან ლაპარაკი არ უნდა, შესაძლოა ჩვენ აქედან ლაპარაკს ხო შევეხმეწებით ვინმეს ან ზოგადად რაზე უნდა ვინმეს თუ რამეს ლაპარაკი უნდა, უამრავი ადამიანი ციხეში, ოპოზიციური პარტიების ლიდერები ციხეში არიან, გამოუშვათ ეს ხალხი და მე შეიძლება რამაზე ვილაპარაკე. ეხა ტყვეები ყავდეს აყვანილი არაფერზე უკან არ იხედე და თან გინდოდეს რაღაცა, ანუ რაზე დაგველაპარაკებენ ხო ნებისმიერ შემთხვევაში კიდე რაღაცას დაგველაპარაკებენ რომ უკან დაიხო და როგორ შეიძლება უკან დაიხო, როცა ამგვარ სიტუაციაში ვარ ადამიანები არიან გადასარჩენები. ეხლა ყველაზე კარგი რასაც აკეთებს სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის პარტიების უამრავი წარმომადგენელია ჩართული და კოორდინაცია მაგასთან დაკავშირებით ხდება, რომ ეს ადამიანები ვინც ეხლა ციხეებში გამოკეტე და კიდე ერთ ვარქანს ვიღაცები ციხეებში გავუშვა, ეს ხალხი რომ არ მივატოვოთ, როგორმე ამაში მაინც კონსოლიდაცია რო გქონდეს და ერთად რომ ხარში დაუდგეთ, იმიტომ რომ ქართული ოცნების წევრებს როცა აკავებენ, მათი მეგობრები Facebook-იდან საერთო გადაღებულ ფოტოებს შლიან და ამბობენ რომ არა ჩვენი მეგობრები არ იყვნენ, უბრალოდ ნაცნობი იყო და მეორე მხარეს მინიმუმ ეგ განსხვავება ვაჩვენეთ, რომ ჩვენ თანამებრძოლს არ მივატოვებთ არსად.